სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ 10 კეთროვნის განკურნების შესახებ. როდესაც ჩვენ ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ისმის მისი დიდი სიკეთეც, ჩანს ეს სიკეთე და ამავე დროს ისმის საყვედურიც. განა 10-ნივი არ განიწმინდნენ, 9 სადღა არის. ნუ თუ ეს 9 იმდენად გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ კურნალისთვის. მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ. და რა ნაცნობია ეს ჩვენთვის. ჩვენს გვავიწყდება თუ არ გვიყვარს მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც. ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენ თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას, რომ მაგალითად პარაკლის გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ. მაგრამ საკმარისია განსასწრებმა გადაიაროს, ამ წუხარებამ დაგვტოვოს და ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერების გარეშე და ლოცვის გარეშე. ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, რომ ჩვენ მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო და მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ, არც ვამბობდეთ. როცა ჩვენ ადამიანებს ვაწუხებთ ხშირად ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენს მიმართ. უფალი კიდევ პირიქით არის, ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მაშინ კი არ რისხდება, როცა ჩვენ მას ხშირად მივმართავთ, არამედ პირიქით. სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება. მას სურს, რომ მისი საყვარელი ადამიანი მას ხშირად მიმართავდეს და მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს. და როგორც თქვენ იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს კიდევ სამადლობელი ლოცვებიც. დღეს ამაზეა სახარება მადლიერების მნიშვნელობაზე. ეს მადლიერების გრძნობა ჩვენ სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის უგალობოს, ღმერთს ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის. როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში, რომელიც უწყით, რომელიც არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველის მოქმედებათა ჩვენ და მომართ
ქმნილთა. აი მაშა სადამე ეს უფლის შეკითხვა არის საოცარია, რომ განა 10-ნივე არ განიკურნენ? 9 სადღა არის. ნუ თუ ისინი აღმოჩნდნენ ისეთი გულქვანი, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ და მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი. როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხო ტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს და ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას. და ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება ძვირფას უძმებოდა დებო ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად. აი ამრიგად არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. და მაშინ რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვას, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება. და ჩვენ სავედრებელ ლოცვებს თან ერთად არ დაგვავიწყდეს დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს მამა ზეციერს, რომლის წყალობაც და მოწყალებაც მიუხედავად ჩვენი მერყეობისა უცვლელი რჩება და რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.